მოკლედ, მეგობრებო, საღამო მშვიდობის, რამდენიმე პროექტზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ამ ბოლო დღეების მანძილზე შევიძინე, მაგრამ დავიწყებ იმით, რაც გავყიდე. ეს არის Vox-ის NFT, რომელიც ადრე განვიხილეთ და გავიარეთ. ვთვლი, რომ ძალიან პერსპექტიული პროექტია, ვთვლი, რომ საკმაოდ სერიოზული მომავალი აქვს. უბრალოდ ძალიან დავიღალე ამ პროექტის ლოდინით და დავიღალე იმით, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე floor price-ი დგას თითქმის 1 ადგილზე და რამდენჯერაც გადავწყვიტე ამ პროექტის გაყიდვა და რამდენჯერაც გადავიფიქრე რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო, თქვათ, მინდოდა რომ გამეყიდა და რაღაც კონკრეტული პროექტი შემეძინა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიდიოდი იქამდე, რომ ვიტოვებდი ამ ნამუშევარს, არ ვყიდდი, ვფიქრობდი, რომ არა უშავს, მეთქი ფასი აიწევს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა პროექტები და სხვა ნამუშევრები ბევრად უფრო მაღლა მიდიოდა და ბევრად უფრო კარგ შედეგს აღწევდა, ვიდრე ეს კონკრეტული ნამუშევარი. ანუ გადავიხადე ამ პროექტში ერთ-ერთ ნამუშევარში გადავიხადე დაახლოებით 1.24 ეთერიუმი და გავყიდე 0.9 ეთერიუმად. მოკლედ, საკმაოდ დიდი წაგებით გავყიდე, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს პროექტი ვთვლი, რომ არის პერსპექტიული, მაგრამ ამ ეტაპზე და თან იმ სიტუაციაში, როცა მე ეს პროექტი შევიძინე და შევიძინე საკმაოდ hype პერიოდი იყო, როცა ყველა ყიდულობდა ამ პროექტს, არ ვიცი, მოკლედ ძალიან ისეთი გაყიდვები ჰქონდა. Binance-ზე როდესაც განთავსდა ამათი მონეტა, მაგ პერიოდში შევიძინე ძალიან მაღალ ფასად. თან floor price-ად არ შემიძენია პროექტი, შევიძინე გამორჩეული ცოტა uncommon ვარიანტი. მართალია ვოქსელები დამერიცხა, დაახლოებით 5-6 კვირის მანძილზე, დაახლოებით 150 ვოქსელი მივიღე საჩუქრად. არ ვიცი ეს რამდენია, მე მგონი $200 ეკვივალენტია სადღაც. და მოკლედ, საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ დამღალა ამ პროექტის ლოდინმა, გავყიდე წაგებით, მაგრამ ვიყიდე რამდენიმე პროექტი, რომელიც ვთვლი, რომ ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე თუნდაც ეს ერთი. ან ესეც პერსპექტიულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ძალიან ნელა მოძრაობს რა. ამიტომ უბრალოდ ჩავთვალე, რომ სხვა რამდენიმე პროექტის შეძენა უფრო კარგ შედეგს მომცემდა, ვიდრე აი ამ ერთი პროექტის წლებით, თქვათ, ლოდინი. ამიტომ ვიყიდა ეს ნამუშევარი ThinkDoms, რომელიც ვთვლი, რომ არის ერთ-ერთი გამორჩეული. ძალიან მომწონს მათი არტი. ამიტომ უბრალოდ ვიყიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვუყურებ ამ პროექტს, ვთვლი, რომ ამ სტილის ნამუშევრებში იქნება გამორჩეული და რაღაც ისე ვარ, იმედიანად ვარ განწყობილი ეს პროექტი რომ მიჭირავს და რომ მაქვს. ვთვლი, რომ არაფერს არ ვკარგავ, ამიტომ უბრალოდ მიხარია, როცა ეს ნამუშევარი ჩემ wallet-ში არის. ამიტომ ეს ერთი პროექტი შევიძინე. მეორე პროექტი, რომელიც ვიყიდე, ეს არის Adam Bomb Squad-ი და ამ პროექტზე გესაუბრეთ 0.4 ეთერიუმად, 0.4 ეთერიუმი იყო მაშინ floor price-ი ამ ნამუშევრების და ვერც მე მოვახერხე, რომ 0.4 ეთერიუმზე შემეძინა არასაკმარისი ბალანსის გამო. მე ის Vox-ი გავყიდე, რაღაც თან კიდე დავამატე და მოკლედ ერთი ეს ნამუშევარი შევიძინე დაახლოებით 0.75 ეთერიუმად. მოკლედ გუშინ ამ პროექტის ფასი იყო 1.9 ეთერიუმზე ასული. დღეს ცოტა ჩამოვარდა 1.2 ეთერიუმია floor price-ი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უბრალოდ მცირე კორექცია და ფასი კიდევ უფრო ზემოთ წავა, მაშინ როცა 1 ეთერიუმს გადავწვდით და რაღაც საოცარი სისწრაფით დაიწყო ამ პროექტმა ზრდა, ინახეთ გუშინ მაგალითად გაყიდვები იყო 1400 ცალი გაიყიდა გუშინ. ვთვლი, რომ ეს მცირე კორექცია არის ძალიან ჯანსაღი, ესეც სჭირდება ბაზარს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა რაღაც საოცარ ფასებს აბრახუნებს, ამიტომ კარგია, რომ ცოტა დაიწია ფასმა. აი ხა ვისაც ამ პროექტის ეიმედება და ვინც თვლის, რომ რაღაც მომავალი აქვს, ის ადამიანები თავშოთ დაიწყებენ ამ floor price-ად შეძენას. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი შეხედულებაა. შეიძლება რა თქმა უნდა კიდევ უფრო ქვემოთ წავიდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანამ 1 ეთერიუმის ზემოთ ვართ ამ ნამუშევრებს და ამ პროექტს ვინარჩუნებ და არ ვაპირებ გაყიდვას. და შემდეგი პროექტი, რომელიც
შევიძინე ეს გუშინ ვცადე ამ პროექტის დამინთვა გამომდინარე იქიდან რომ რამდენიმე YouTuber-ს ვუყურე, პლუს ამას Twitter-ზეც გადავხედე მათ პოსტებს, მოკლედ თვლი რომ პერსპექტიული პროექტია, რაღაც ისეთი გუნდი ყავს, რომელსაც